Globალური ინვესტორების ფორუმი საქართველოში თბილისი მსოფლიო დონის საინვესტიციო სამიტს 4-6 დეკემბერს უმასპინძლებს, რომლის ინიციატორი AGI Holding-ია, ორგანიზატორი კი საერთაშორისო ორგანიზაცია Innofence-მი. ღონისძიება 40-ზე მეტი ქვეყნის 300-ზე მეტ მაღალი რანგის დელეგატს მოუყრის თავს, მათ შორის იქნებიან ინვესტორები და საერთაშორისო სპიკერები. თუ რა მიზანი აქვს ფორუმს, რა შესაძლებლობას ქმნის პლატფორმა ერთი მხრივ ინვესტორებისთვის, მეორე მხრივ კი ქვეყნისთვის, სტუმართან AGI Holding-ის პრეზიდენტთან სადედინ მნეინესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო სადედინ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და მსგავსი ტიპის ფორუმები კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას ჩვენი ქვეყნის ცნობადობის და რაც პირდაპირ კავშირშია შემდეგ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში FDI-ის ზრდასთან. მოდით დავიწყოთ პირდაპირ თუ საიდან გაჩნდა იდეა და რა მიზანს ემსახურება თქვენის მხრიდან მსგავსი ტიპის გლობალური ინვესტორების ფორუმის ჩატარება ჩვენს ქვეყანაში. Okay, first of all, thank you so much for your მომიწვიეთ. And this idea came from this lovely country where იდეა კი წარმოიშვა შესანიშნავ ქვეყანაში, რომელიც არის კორიდორი. all the countries to ეს არის ქვეყანა, რომელიც მასპინძლობს ყველა ქვეყანას and the global აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში გლობალურ ფორუმზე, რომელიც ტარდებოდა საქართველოში და მთელ რეგიონში. იდეა სწორედ ამ შესანიშნავ ქვეყანაში იშვა. და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ახალი პერსპექტივა. 2022 წლიდან დავიწყე საქართველოში მუშაობა და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში ექსპორტის კუთხით. შესაბამისად, ამ იდეის მიხედვით ყველა ქვეყანა, რომელიც აბრეშუმის გზაში იღებდა მონაწილეობას ჩინეთიდან მოყოლებული ამ ადგილას ეძებდა რომ გზებს, რათა საქართველო ექცია მთავარ ჰაბად, ეპიცენტრად აბრეშუმის გზის ფარგლებში, განსაკუთრებით ევრაზიის კორიდორის ჭრილში. სწორედ ამიტომ გლობალური ინვესტორების ფორუმი გაჩნდა როგორც ერთ-ერთი მოწინავე ფორუმი. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ფორუმი ტარდება, მაგრამ ინიციატივის მთავარი აზრი არის ქვეყნის განხილვა მთავარ კორიდორად და გლობალური ინვესტორები სხვა ქვეყნებიდან გადმოინაცვლებს სწორედ საქართველოში. ანუ მთავარი აქცენტი იქნება გაკეთებული თბილისზე, ბილტმორის სასტუმროში ჩატარდება ეს და მხოლოდ და მხოლოდ ერთ სვეტს არ ეხება, არამედ ბევრ სხვადასხვა მიმართულებას. ეს არის მთავარი იდეა, რომ ეს შესანიშნავი ქვეყანა დაწინაურდეს ამ პროცესში ყველა სხვა ქვეყნის და ინიციატივების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის ინიციატივითაც, რათა განთავსდეს მსოფლიო რუკაზე საერთაშორისო დონეზე. 40-ზე მეტი ქვეყანა და 300-ზე მეტი დელეგატი, სწორედ ასეთია გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს გლობალური ფორუმის ფარგლებში. რა მასშტაბია და რა კონტექსტს შექმნის ეს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, რომ გითხრათ საინტერესოა და ასევე ვისაუბროთ იმ სექტორებზე, რომელიც იქნება პრიორიტეტულად განხილული ჩვენს ქვეყანაში, ანუ პოტენციალი რომელ სექტორებში უფრო მეტად არის და აქვე ვისაუბროთ ცოტა უფრო მეტი გითხარით თქვენი კომპანიის შესახებ, რომლებიც ოპერირებთ, აირჩიეთ ჩვენი ქვეყანა და საკმაოდ წარმატებულები ხართ აქ. თქვენთვის საინტერესო სექტორი რომელია, რომ გითხრათ მომავალში განსავითარებლად და რა იქნება მნიშვნელოვანი და რაზე გაკეთდება აქცენტი უცხოელების თვის ჩვენს ქვეყანაში. Okay. როგორც AGI-ის თავმჯდომარე, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მასშტაბი არის ის, რომ საქართველოში უზრუნველყოთ აბსოლუტურად უსაფრთხო ჰაბი, ეპიცენტრი. ეს არის AGI-ის ხედვა, რომ აქციოს საქართველოს საერთაშორისო დონის უსაფრთხო ჰაბად AGI Holding-ისათვის და გლობალური ინვესტორების ფორუმის მიზანი, ამ კონკრეტული ფორუმის მიზანი არის ის, რომ
პირველი კერძო ბიზნეს ინვესტორული ფორუმი ჩატარდეს საქართველოში, რომელსაც აქვს 5 სვეტი, არა მხოლოდ ერთის მიმართულება, როგორც არის ტურიზმი მაგალითად. 5 სვეტია, იწყება უძრავი ქონებით, მეორე არის ტურიზმი, აქ მხოლოდ ტრადიციულ ტურიზმზე არ კეთდება აქცენტი, ასევე ხაზი ესმის კულტურულ ტურიზმს, რადგან ამ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი სამედიცინო ტურისტული ადგილიც, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ. შემდეგ საკვების უსაფრთხოება, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მდგრადობის მიმართულება, მდგრადობა და მწვანე ენერგია არის ამის ნაწილი და საქართველოს არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც სწორედ ამ გზაზე იმყოფება, რომ მოახდინოს მდგრადი ენერგიის ტრანსპორტირება ევროპაში და სხვა ქვეყნებში. და ჩვენ ასევე არ გვინდა ჩამოვშეთ ახალ ერას. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ფულის ეპოქაში ვცხოვრობთ, ტრადიციული ნაღდი ანგარიშწორება გადადის გაციფრულების პროცესში, ამიტომ სწორედ ამაზე გვექნება სესიები გაციფრულებაზე და ამ პერსპექტივის განვითარებაზე. არის რა თქმა უნდა სხვა მიმართულებებიც, რაც ხაზგასმულია დღის წესრიგში, თუმცა ეს ფორუმი მხოლოდ და მხოლოდ პანელურ დისკუსიებს არ ეხება. ჩვენ წარმატებულ ისტორიებსაც მოვისმენთ ბევრი ქვეყნისგან, ეს არის ერთგვარი ქსელური ღონისძიება და არა მხოლოდ პანელური დისკუსია. ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს შეფასებაც მინდა გთხოვოთ და ასევე ინფრასტრუქტურული ხელშეწყობა ძალიან კონკურენტულია გარემო ალბათ დამეთანხმებით გლობალურად მსოფლიოში და საქართველოს პატარა ქვეყანა, რომელსაც განვითარებადი ქვეყნის სტატუსი აქვს, რამდენად უწყობს ფეხს გლობალურ მიდგომებს და სტანდარტებს, რომ გითხრათ თქვენი შეფასებით, თქვენი ოპერირება ჩვენს ქვეყანაში წარმატებული არის ალბათ მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ საინტერესო იქნება შეფასება მოვისმინოთ თქვენგან. I believe you're not only on the მე მიმაჩნია, რომ თქვენ არა მხოლოდ რუკაზე იმყოფებით, მსოფლიო რუკაზე, არამედ ხართ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში მდებარეობს. დღეს საქართველოს ეს შესანიშნავი ქვეყანა ყველა სხვა ქვეყნის მხარდაჭერით, განსაკუთრებით სამთავრობო მხარდაჭერას უსვამს ხაზს, რომელიც ცალსახა ახდენს პოზიციონირებას მსოფლიოში და საქართველოს ლიდერობა ნამდვილად იკვეთება. საქართველოს არის ლიდერი არა მხოლოდ დღევანდელი დღის მიხედვით, არამედ კორონას შემდეგ დაიწყო მისი ლიდერობა. პოსტ-კორონას პერიოდი, როდესაც ყველაფერი შეჩერდა, 2022 წლიდან მოყოლებული, მე ვფიქრობ, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს შეეძლო გაძღოლოდა სხვა ქვეყნებს და ამას მოყვა აბრეშუმის გზის ღონისძიება გასულ თვეში. ყველა ქვეყანა, აზერბაიჯანი, სომხეთი, რა თქმა უნდა, პატივისცემას გამოხატავს სხვა ქვეყნების მიმართ, იყრის თავს აქ თბილისში და ისინიც თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოს არის ლიდერი ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში, როგორც კორიდორი. არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რადგან ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, არის უზარმაზარი განზომილება, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და უნდა შეიქმნას ამისთვის საკმარისი საფუძველი. ეს საფუძველი იქმნება ამ ქვეყანაში, ამის თქმა შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით. არაერთხელ ახსენეთ სახელმწიფოს ჩართულობა. კონკრეტულად ამ ღონისძიების ნაწილში სახელმწიფოს პროფილური უწყებების მხარდაჭერა რამდენად მასშტაბურია, რომ გითხრათ, რა ნაწილში არიან ისინი ჩართული ამ ღონისძიებაში და ეკონომიკური ეფექტი, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი, გარდა იმისა, რომ რეგიონალური ჰაბის განვითარებას შეუწყობს ეს ყველაფერი, ხელს როგორ გესახებათ? Today, with all the things that the great government of Georgia is facing and that ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც საქართველოს მთავრობა დგას. ძალიან ბევრი ბიზნესი ერთი ადგილიდან მეორე ადგილში გადადის და მე ვხედავ ეს ყველაფერი როგორ ხდება გლობალური ინვესტორების ფორუმი. მთავრობის მხარდაჭერით იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა და რა თქმა უნდა იქნებიან წარმოდგენილი სამთავრობო ერთეულები, უწყებები, რომლებიც მაგალითად რომლებიც ხარს დაუწერენ GIF-ს, გლობალური ინვესტორების ფორუმს და
მოგვიანებით სხვა ეტაპებზე ჩაერთვებიან. გვეყოლება ასევე მთავარი მომხსენებლებიც მთავრობიდან და მთავარი პანელისტი ველოდებით ჯერჯერობით რომ შევაჯამოთ საბოლოოდ მომხსენებლების სია. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც იქნებიან, ასევე სხვა უწყებები, ტურისტული სააგენტო და სხვაებიც დაესწრებიან აღნიშნულ ფორუმს. რა არის დამატებითი ღირებულება? ეს არის უსაფრთხოება, რომელსაც ინვესტორი შეიგრძნობს, როდესაც გრძნობს სამთავრობო ინიციატივას. დღეს ინვესტორებს არ უყვართ რისკის გაწევა. და ისინი ამბობენ, რომ არ გჭირდება დიდად კერძო სექტორი, მაგრამ მათ სჭირდებათ ნამდვილად მთავრობის მხარდაჭერა, რათა იგრძნონ თავი უსაფრთხოდ. და სწორედ ამას აკეთებს მთავრობა. ჩვენ ამას ვხედავთ. იქიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ფუტკრის კას გავს, სადაც ყველა მუშაობს, ყველა რაღაც მიმართულებით მიდის და ყველა თავისი საქმის გაკეთებას ცდილობს. იმისათვის, რომ ეს ქვეყანა მოთავსდეს მსოფლიო რუკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დამატებითი ღირებულება მთავრობის კუთხით და GIF-ის კუთხით, რომელიც არის ერთგვარი კომბინირება ამ ორი ფაქტორის. ეკონომიკურ ზეგავლენაზეც იგივეს თქმა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, სირენაბიჯებით უნდა დავიწყოთ. ჩვენ ვიცით, რომ 100-მდე ლიდერს, 100-მდე ადამიანს ვაერთიანოთ, ესენი არიან სამეფო ოჯახიდან, სპარსეთის ყურიდან, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა უწყებებიდან, კაპიტალისტური წამოწყებებიდან, ინვესტორული კომპანიებიდან, ბანკებიდან, საერთაშორისო ბანკები მოდიან აქ საქართველოში, მათაც ყავთ წარმომადგენლები. ამას მოგვიანებით გავამხელთ კონკრეტულად რა იგეგმება. ზოგიერთი ბანკი ცდილობს თავისი გეგმების რეალიზებას და ნამდვილად მივიღებთ შესანიშნავ ეფექტს. ვერ დავასახელებ კონკრეტულ რიცხვებს, თუმცა დაიწყება 4-6 დეკემბერს GIF-ის დროს და უფრო გაიზრდება შემდეგი გლობალური ინვესტორების ფორუმამდე, რომელიც ასევე ჩატარდება საქართველოში. ეფექტებზე და დაგენერირებულ შედეგებზე საუბრის საშუალება, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ არაერთხელ მოგვეცემა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ფრაგმენტულად ახსენეთ, როგორც პანელური დისკუსიების შესახებ, ასევე B2B შეხვედრების, როგორ იმუშავებს ფორუმი, რომ მოგვიყვეთ, საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, ანუ იქნება პანელური დისკუსიები, ასევე B2B შეხვედრები, წარმატებულ ისტორიებს მოისმენენ და ამ საზოგადოება, როგორ არის მონაწილეობის მიღება ერთის მხრივ საინტერესოა, შესაძლებელი და ასევე საკითხები, რომელიც იქნება აქტუალური პანელებზე, ესეც რომ მოგვიყვეთ. Okay. The event, the idea, this kind of events usually takes. ამგვარი ღონისძიება, როგორც წესი, ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს. 3-4 თვის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და უზარმაზარი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ ეს წარმატებული ისტორია ყოფილიყო და დღეს უკვე გვაქვს გლობალური ინვესტორების ფორუმი. ძალიან ბევრი ადამიანს ესმის ამის შესახებ, ძალიან ბევრი ადამიანი ამჩნევს ამას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რაც შეეხება იმას, რა თემები განიხილება ღონისძიებაზე. თავარი მომხსენებლები გვეყოლება, რომლებიც საერთაშორისო საერთაშორისო პლატფორმიდან მოდიან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, უშუალოდ საქართველოს მომხსენებლები, ძალიან ბევრი პოპულარული ადამიანი გვეწევა. შემდეგ გადავალთ უკვე პანელურ დისკუსიაზე და როგორც წესი ჩვენი ტრადიცია EGI-ის ჰოლდინგში არის ის, რომ ვიპოვოთ ჩვენი ნიშა. ამიტომ პანელებს დაეთმობა პირველი დღე. 5 პანელი გვაქვს, რომელიც გსურს განვიხილოთ: გრადობა, ტურიზმი, უძრავი ქონება, ჭკვიანი ქალაქები, ასევე ფულის ახალი ეპოქა და ეს იქნება მთელი დღე, რომელიც დაეთმობა პანელურ დისკუსიას. ამ დღის განმავლობაში იქნება B2B შეხვედრები და B2G შეხვედრებიც, ანუ სხვადასხვა ტიპის შეხვედრები გვექნება მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები, ისევე როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან. ინვესტორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები იქნება დაორგანიზებული ფორუმის ფარგლებში. ჩვენ გეგმავდით, რომ მეორე დღე დაგვეთმო
უფრო ღია დისკუსიებისათვის შესაბამისად აქ პროექტების აღწერა იქნება იმის ნაცვლად რომ ერთი ადამიანი ესაუბროს თქვა 10 ადამიანს გვექნება იმის საშუალება რომ უფრო ღიად ესაუბრონ მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა პროექტები განხორციელდება რომლებზეც იქნება საუბარი საქართველოს მასშტაბით აქ უფრო ფართო ექსპორტზე და ფართო სესიებზე იქნება საუბარი უფრო კერძო და მაღალ დონეებზე გამოვლენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ახალ ბიზნეს ინიციატივებზე, ეს ყველაფერი მოხდება მსოფლიოს ასობით ლიდერის წინაშე. და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩაერთვებიან პროექტის დისკუსიაში. ეს არის მოკლე მიმოხილვა. რა თქმა უნდა, იქნება კულტურული ვიზიტები, ასევე თბილისის ფარგლებში, რათა დავათვალიეროთ ეს ულამაზესი ქალაქი. მაგრამ ამავდროულად შეიძლება ვანახოთ მათ არა მხოლოდ საქართველოს სილამაზე, არამედ მათ აქვს სხვა ინტერესებიც, სხვა ადგილებიც სურთ დაათვალიერონ და ამასაც დავაორგანიზებთ აუცილებლად. ფორუმი არ ეხება მხოლოდ საუბარს და პანელურ დისკუსიებს, ყოველდღიისედაც დისკუსიებში ვარ ჩართულნი, არამედ რეალური პროექტების წარმოდგენას, რომელიც მიმდინარეობს და ხორციელდება ამ ქვეყანაში. ანუ მაქსიმალურად ეცდებით ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნოთ ამ მოკლე დროში უცხოელ ინვესტორებს. მინდა გკითხოთ, რა არის მთავარი გზავნილი თქვენი ერთის მხრივ ინვესტორებისთვის, რომლებიც პირველად ესტუმრებიან საქართველოს და გარდა ამისა, რა არის თქვენი გზავნილი ადგილობრივი ბიზნესისთვის, სტარტაპისთვის და საჯარო სექტორისთვის? ბუნებრივია, ეს კონტურები გამოიკოთება 4-6 დეკემბერს, მაგრამ ჩვენ გავუსწროთ მოვლენებს და ჩვენს მაყურებელს ახლა მივაწოდოთ ეს მესიჯები. ნებისმიერი ინვესტორი დღეს ეძებს ახალ შესაძლებლობებს და ინვესტორები ეძებენ არატრადიციულ ტერიტორიებს, სადაც შეძლებენ შესვლას. ეხება უკავშირდება საქართველოს. საქართველო არის, არ არის ახალი ქვეყანა, მაგრამ არის ახალი განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა. და მე გეტყვით, რა აძლევს ინვესტორს იმის მოტივაციას, რომ შემოვიდეს ამ ქვეყანაში. პირველი სიყვარული და მისწრაფება ქართველი ხალხის. ეს არის ის, რაც მე შევიგზენე, როდესაც თავიდან აქ დავიწყე მუშაობა. ეს შთაბეჭდილება მქონდა, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არიან დაკავშირებული თავიანთ მიწასთან. ისინი იბრძოდნენ ამ მიწისათვის 2008 წელს, თქვენ იცით, რაზეც ვსაუბრობ, მეორე რუსეთის წინააღმდეგ ომში იყავით ჩართული. თქვენი ცარიელი ხელებით იბრძოდით და სწორედ ეს აჩენს ამ მისწრაფებას. ეს არის ემოციური მხარე და არა ბიზნეს მხარე, მაგრამ როდესაც გრძნობ ამ ყველაფერს, რომ ადამიანებს უყვართ საქართველო და იმყოფებიან ამ ქვეყანაში, სწორედ ამ შეტყობინების მიწოდება სურს ინვესტორებისათვის, როდესაც სანამ ოპოზიციაზე, თავრობაზე დაიწყება საუბარი, თვითონ ქართველი ადამიანი, რეალური ადამიანი, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა, გაგრძნობინებს, რომ კარგი შესაძლებლობაა ამ ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება, იმიტომ რომ ეს არის ესეთი რაღაც, რაც მე თავადაც ვიგრძენი, სწორედ ამიტომ ვდება აქ ინვესტიციას. სწორედ ამიტომ ვიქეცით ლიდერები წარმოების კუთხით ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ შევქმნი GIF-ის პირველი, ასე ვთქვათ, დონე შემეძლო დუბაიში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამეკეთებინა, მაგრამ ავარჩიე რომ აქ გამეკეთებინა. და სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია ჩემი გადაწყვეტილება, ემოციურად ვარ ამ ყველაფერთან დაკავშირებული და დაკავშირებული ვარ ამ შესანიშნავ ადამიანებთან, ამ შესანიშნავ ქვეყანასთან. ეს არის პირველი მიზეზი. მეორე მიზეზი, თქვენ გაგვთ ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურა. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, თუ მინდა კომპანიის გახსნა, მე მაქვს 18 კომპანია 8 ქვეყანაში, 8 სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე მარტივი გზა კომპანიის გახსნის არის ხელმისაწვდომი საქართველოში. არ გიწევთ სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცესების გავლა, არ არის ეს ზედმეტად ძვირი. ძალიან მარტივად დილით შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი და საღამოს უკვე კომპანიის დოკუმენტებს მოაწეროთ ხელი.
არასად მინახავს ეს არც ერთ მსოფლიოს არც ერთ სხვა ნაწილში. სწორედ ამას ეუბნებით ინვესტორს, რომ აი მარტივი, გამარტივებული ფორმა, როდესაც ასეთი სიმარტივე არსებობს, საჯარო რეესტრის და იუსტიციის სახლის, ასე ვთქვათ, ერთიანი ფანჯრის პრინციპით, რაც არსად მინახავს სხვა ქვეყანაში, ეს ყველაფერი იზიდავს ინვესტორებს და ნამდვილად ვეტყვი ამ ყველაფრის შესახებ მათ. ძალიან დიდი მადლობა მსგავსი შეფასებისთვის, ძალიან დიდი მადლობა მსგავსი შეფასებისთვის და ბოლო კითხვით შემოვიფარგლოთ. არაერთხელ ახსენეთ აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელმაც უკვე ტრადიციის სახე მიიღო ჩვენს ქვეყანაში. რა ბედიელის გლობალური ინვესტორების ფორუმს, როგორია თქვენი ხედვა, როგორ გაგრძელდება ის? The Global Investors Forum. გლობალური ინვესტორების ფორუმი განაგრძობს თავის მსვლელობას მსოფლიოს მასშტაბით. თუ სიმაღლებს უმიზნებთ, ყოველთვის უნდა დაუმიზნოთ ცას და მივახციოთ ვარსკვლავებს. მე მინდა რომ გლობალური ინვესტორების ფორუმი იყოს ესეთი ფორუმი, რომელიც წარმოადგენს მთელ მსოფლიოს და შემდეგ ჯერზე გვეყოლება უკვე 3 ქვეყანა საერთაშორისო პლატფორმაზე. ეს არის ერთგვარი გზა, რომ ვიქცეთ მოწინავე ინვესტორულ ფორუმად მსოფლიოში. ეს არის ყოველ შემთხვევაში ჩემი მიზანი. შემიძლია კონკურენციაში შესვლა მომიხდეს სხვა ფორუმებთან და მსოფლიოს სხვა ინვესტორებთან, მაგრამ ჩვენი სახელი ხას უსვამს გლობალურობის მნიშვნელობას და აუცილებლად ვაკეთებთ აქცენტს გლობალურობაზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენოთ, AGI Holding-ის პრეზიდენტი სადედიდ ნეიმნე იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით გლობალური ინვესტორების ფორუმზე საქართველოში, რომელიც 4-6 დეკემბერს ჩატარდება და მიზნები არის საკმაოდ გლობალური, თამამად შეიძლება ითქვას, თუ რა შედეგით დასრულდება, ამას ჩვენი მაყურებელი აუცილებლად მოისმენს.